ავტორიტარიზმისკენ სისტემის გადახრის საფრთხე დგას და ხედავთ დღითი დღის სურათი იკვეთება რომ ყველას ესმის რომ კანონი აღარ არსებობს და კანონი თურმე არ არსებულა ამ ქვეყანაში. ხო, ის ზუსტად ესმინდა და მაგაზე მაგ საფრთხე თუ არ გაჩნდა პოლიტიკური ძალის საკამარისად ძლიერი ერთობა, რომელსაც მაკონტროლებლის როლის შესრულება მაინც შეუძლია და რომლის მხარდაჭერაც არ ნიშნავს პირდაპირ მოღალატეობას რაღაც გარე ძალების მიმხრობას, რაც ნორმალურ პატრიოტ ადამიანს არ უნდა და ამიტომ რაღაც ბევრი გაჩუმებულია, არა იმიტომ რომ არ წუხს და არ ეშინია ავტორიტარიზმის დამყარების ტენდენციების, თუ არ გაჩნდა ნორმალური პატრიოტული ძალა, რომელიც თავის თავში გულისხმობს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და უზრუნველყოფას, ისე შეიძლება გადავქანდეთ ავტორიტარიზმში, სადაც კარგად ბევრისთვის დავიწყებული ეს ნაცების 9 წელი შეიძლება განმეორდეს ოღონდ ხვების ხელი, უკვე რომ აი თვალსა და ხელში ვერც გავაცნობიეროთ რამდენად სწრაფად მოხდა. როცა ზედმეტ რადიკალიზაციამდე მივიდა საზოგადოებას ის მხარეებს შორის მდგომარეობა, ანუ მხარეები ერთმანეთს უყურებენ უკვე ისეთი ხარისხის მტრებად, სადაც წესები აღარ უნდა იქნას გათვალისწინებული. და მანდ ნებისმიერ ქმედებას აფასებენ იმ კუთხით, რომ ნუ აი რადგან ჩემი მოწინააღმდეგე, ჩემი მტერია ღირსია და მიიღოს. მაგრამ მანდ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეგ წესები იმისთვის კი არ არის ის რომ იყოს დაცული, რაღაც პრემიერ-მინისტრი. ეგ წესები არის იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყოს დაცული. და როცა საზოგადოების შიდა გარჩევის მეთოდებს ლეგიტიმაციას აძლევს საზოგადოება ისეთ ფორმებში, რომელიც აი შემდეგ გულისხმობს, რომ აღარანაირი ფორმები აღარ შეიძლება არსებობდეს, აღარანაირი კანონები, აღარანაირი წითელი ხაზები აღარ შეიძლება არსებობდეს, ეგ უნდა გვესმოდეს, რომ მან საბოლოო ჯამში ლეგიტიმაცია შეიძლება მიეცეს ყველაზე. ანუ საკითხი როგორ დგება, რომ ვიღაც პრემიერ-მინისტრი თუ გაილახა ჩვეულებრივ ადამიანს რა იცავს. ან ხო ყველას ესმის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მაგ სიტუაციაში აი რამე რომ მოუვიდეს, არ ხრის აუღები არ იქნება. არა მარტო იმ ხარეს, რატოა მნიშვნელოვანი ოცნებაზე ზეწოლა, რომ მან მოახერხოს ქვეყნის მართვის სადავების კონტროლი ისე, რომ არ გაცდეს იმ წესების ფარგლებს, რომლებიც ყველას სჭირდება დაცვისთვის. ეგ იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ოცნება სჭირდება აი რაღაცა ყველას სჭირდება კეთილდღეობისთვის, ეგ იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ მათ შორის ოცნება იმისთვის, რომ ნაცების მედლის მეორე მხარე, ერთი მედლის მეორე მხარე არ გახდნენ ნაცებთან ერთად. ეგ საფრთხე ახლა დგას, რაც უფრო რადიკალიზაციისკენ წავა ქვეყანა, რაც უფრო დაუნდობელი გახდება ამათ შორის დაპირისპირება, რაც უფრო დაკვეთა გახდება იმ ფორმის, რომ აი ახლა რაღაცა მოხდა და ამათ პასუხი თუ არ გაეცა, ისა ვართ, რა ქვია, შეურაცხყოფილები ვართ და შეურაცხყოფაზე გავცეთ ისეთი პასუხი, რომელიც არ ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ პასუხს. ეგ დაკვეთა გულისხმობს, რომ არასახელმწიფოებრივი ქმედებები შეიძლება გახდეს ყოველდღიურობა, რომელიც არ გავრცელდება მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ალაგმონ კოლექტიური ნაცების რევოლუციური მცდელობები ოღონდ აუცილებლად იმ ფარგლებში, რომელიც დაწერილია კანონში და კონსტიტუციაში. მაგისთვის ხო იგებდნენ, არა 54% ხო იძახიან, რომ ავიღეთო. რაც ნუ შეიძლება არავის არ ჯეროდეს ახლა ამ ქვეყანაში, რომ ამათ მართლა 54%, ნუ ხო მაგისთვის იგებდნენ, მაგისთვის ხო იძახდნენ, რომ ჩვენ მოვიგოთ ეს ქვეყანა, უნდა გავაკონტროლოთ რაღაც მშვიდობისთვის და რაღაც ნაცების არ მოbrunებისთვის. ნაცები ვინ იყვნენ? ნაცები იყვნენ ძალა, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ კანონს და წითელ ხაზებს ძალიან გაცელილი მეთოდებით. და ეგ დაკვეთა ამათზე. ნაცებმა გიტო არ მოწოდა ხალხს, რომ არის რაღაც წესები და შენ მართე ქვეყანა იმ წესების ფარგლებში. ეგრე არ არის საქმე, ახლა შენ ქვეყანა გაბარია
რაღაც ისეთებს აკეთებ, რაც დაუშვებელია და ნუ რავი, იმაზე მოსულა და მაშინ არ აუშავს და ჩემზე არ მოსულა. ნაცებს რო ვებრძოდით. იმიტომ ვებრძოდით, რომ ზოგადად არ მოსულა რაღაცეები. ხო და თუ ზოგადად არ მოსულა პრინციპით არ მიუდექით საკითხს, აბოლოო ჯამში მივიღებთ ნაცების მედლის მეორე მხარეს და ეგ საფრთხე დგას ეხლა. მაგიტო ჭირდება ამ ქვეყანას ხალხს და მათ შორის რაც არ უნდა უცნაური რა ჟღერდეს ოცნებასაც მაგიტო ჭირდება ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ გარედან დაფინანსებული გარე გავლენების გამავრცელებელი და ნუ საბოლოო ჯამში ომამდე მიმყვანი რაღაცა პოლიტიკური პროცესის ნაწილი კი არ არის, არამედ ავტონომიური პატრიოტული სუვერენიტეტის მხარდამჭერი ძალა უნდა იყოს, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ჩაჯდეს პარლამენტში, როგორც თავის დროზე აიძულებდით ხალხო დაანებეთ ამ ლიბერასტობას თავი და ეროვნულ დღის წესრიგს გაუწიეთ ანგარიში, როგორც მაგაზე მათთვის უსიამოვნოთ, არაკომფორტულად, მაგრამ ვაწვევებოდით და საბოლოო ჯამში ამან შედეგი გამოიღო და ბევრი ოცნების მხარდამჭერი მაშინაც გვეუბნება დაანებეთ ზედმეტ კრიტიკას ოცნებისას თავი. და გაირკვა რომ საჭირო ყოფილა, ხო? იგივენაირად არის საჭირო მიწოლა და იძულება ხელისუფლების რომ ის დარჩეს იმ ფარგლებში, რომელსაც ძალიან სახიფათო მიმართულება აქვს აღებული. და მე არ ვიცი ახლა ეს ვიღაცა ბრძოლის მეთოდები კი ბატონო და კი ბატონო მათ შორის მოწინააღმდეგე მხარეს იმდენად მიუღებელი გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ამოცანები აქვს, რომ ემოციური ფონი მან სულეთ გასაგებია. უბრალოდ უნდა გესმოდეს, რომ მაგ ემოციურ ფონს ზედმეტად თუ აყევი, მეორე მხარეს შეიძლება შეიძლება ქვეყანა გადაყვეს და შენი უფლებები გადაყვეს მაგას.